რეჟიმს, რომელსაც ყოველდღიურად ფაქტობრივად უკვე ერღვევა სიმშვიდე, რეჟიმზე რაღაც ჭანჭიკებს, ლაშხი იქნება ეს თუ სხვა ადამიანი იქნება, ადამიანს, რომელსაც უკვე ერღვევათ სიმშვიდე ასევე ყოველდღიურად, მათი ამოსავალი წერტილი არის, რომ აი ეს რაღაცა შეინარჩუნონ, რომ რეჟიმი რაზეც დგას, იმ ადამიანებს რაღაცნაირად კომფორტი შეუქმნან. ეს არის მათი აზრით, რითიც შეიძლება ეს კომფორტი მოიპოვონ და შექმნან, რომ ვიღაცა სადღაც არ წუხდეს და მათი ანთებული მწვანე შუქი მოძალადეებზე, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რაც მოუნდებათ, იმიტომ რომ გონიათ, რომ ეს რაღაც საქართველოს უბრალოდ მიწა არის და უბრალოდ რაღაც ტერიტორია არის, სადაც ესენი რაღაც დადიან, ჭამენ, სვამენ, მერე გულაობენ. ეს წარმოუდგენიათ, რომ ეს არის სახელმწიფო. რეალურად სახელმწიფო არის სრულიად სხვა რაღაცა, სახელმწიფო არის სადაც კანონობს კანონი, სახელმწიფო არის სადაც კონსტიტუციურად გაწერილი არის ადამიანის უფლებები და ვიღაცა ადამიანები, რომლებიც დასხდებიან სადღაც კაბინეტში და რაღაც ხელით დაჟღაპნიან რაღაცა ვიცი მე მუხლებს რაღაცა წინადადებას რაღაცა სიტყვებს ვერაზროს ვერ გადაიქცევა ეს კანონად. ჩვენ არაერთხელ გვინახავს 2024 წლის ნოემბრის მერე როგორც ცდილობენ რომ რაღაცა მოიფიქრონ, შეთხზონ რაღაცები და ამას დაარქვენ კანონი და ყოველ ჯერზე ჩვენ ხედავდით თუ როგორი წინააღმდეგობა მოდიოდა მათ მიერ რაღაც მოფიქრებულ, მოთითქნილ თითქოს კანონზე. როდესაც ადამიანს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული სხვადასხვა სახის უფლებები, როდესაც ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული კონსტიტუციით, ვერც ერთი ადამიანი, რომელიც ემსახურება მით უმეტეს რუსეთს, ვერც ერთი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ მისი არის სახელმწიფოში რაღაცა და არამედ ხალხის, ვერაზროს ვერ აუგზავნებს ვერაფერს იმ ადამიანთა ერთობას, რომლებიც ერთიანდებიან იდეის გარშემო. შეუძლებელი არის ეს ადამიანები დაამარცხოს მარიამ ლაშხმა, მათიკაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ და შემდეგ სხვადასხვა სახელის მოდებმა. ანუ ამათი უბრალოდ ამათი სახელები იცვლება, თორე ამათი შინაარსი არსობრივად არაფერი არ იცვლება. ისევ იგივე არიან, ისევ იგივე იქნებიან, როდესაც ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ, გავყრით რუსებს რუსეთში, სადაც მათი ადგილია და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას. კი